მოგესალმებით ბატონების პირდაპირ ეთერში. ჩვენ ახლა სასტუმრო ჰილტონში ვართ, სადაც ოცნების ლიდერები შეიქმნენ დღეს დახურულ კაცს მიღმა. დახურულ კაცს მიღმა ოცნების პრემიერი და სხვა ლიდერები შეხვდნენ აჭარაში მოქმედი სამინისტროების წარმომადგენლებს, ასევე საჯარო მოხელეებს. დღეს როგორც ცნობილია, აჭარის არალეგიტიმურმა ანტიკონსტიტუციურ უმაღლესმა საბჭომ აირჩია აჭარის მთავრობის ახალი შემადგენლობა. პოლიციელი გახდა აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი ამ შემთხვევაში დასანქცირებული პოლიციელი. სულხან თამაზაშვილი, რომელიც დაასანქცირა დიდმა ბრიტანეთმა, ის თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი იყო, ვიდრე მას ანიშნავდნენ აჭარის მთავრობის მეთაურად. დღეს დახურულ კაცს მიღმა ჟურნალისტების კი აღშეუშვეს. უმაღლესმა საბჭომ დაამტკიცა აჭარის მთავრობის ახალი შემადგენლობა, მათ შორის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი, პოლიციელი. ამ შეხვედრის შემდეგ ოცნების ლიდერები, მათ შორის როგორც ჩანს ცნობილი პრემიერი კობახიძე, ოცნების პრემიერი, მას ჰქონდა საჯარო მოხელეებთან შეხვედრა დახურულ კაცს მიღმა სასტუმრო შერატონში და ახლა ისინი უნდა გამოვიდნენ ბრიფინგზე, მათ შორის სულხან თამაზაშვილი, აჭარის მთავრობის ახალი მეთაური, პოლიციელი, რომელიც გახდა აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი და ჩვენ მოვუძღოთ ერთად მათ პასუხს. როგორც მედია ჟურნალისტებს გითხრეს, ცოტა ხნის წინ დასრულდა შეხვედრა სასტუმრო ჰილტონში. და მედია ჟურნალისტები ახლა შეხვედრის დასრულების შემდეგ ელოდებიან კითხვებზე პასუხს. მათ შორის ირაკლი კობახიძისგან. ეს პირველი შემთხვევაა შეიძლება ითქვას, როცა პოლიციელი გახდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და ასევე როცა დახურულ კაცს მიღმა, როცა შეიძლება დააუშვეს შეხვედრაზე, ისე აირჩიეს, ისე დაამტკიცეს აჭარის მთავრობის ახალი შემადგენლობა. მათ შორის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი, რომელიც მანამდე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი იყო, ეს არის დასანქცირებული პოლიციელი, რომელიც დღეიდან გახდა აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი. სასტუმრო შერატონის შესაძლოა ამ წუთებში დგას რამდენიმე მოქალაქე საპროტესტო გზავნილებით, მათ შორის თავისუფლება მისიეს, მოძალადე პოლიცია, მათ არ მისცეს საშუალება, რომ შემოსულიყონ სასტუმრო ჰილტონში, ჰილტონის ადმინისტრაციამ. ხოლო მთავრობას, ოცნების მთავრობას არ განუმარტავს, რატომ დახურეს მათ შორის ეს შეხვედრა დღეს, როცა პრემიერი კობახიძე და ასევე ოცნების სხვა ლიდერები შეხვდნენ საჯარო მოხელეებს და საჯარო სტრუქტურებში დასახლებულ ადამიანებს. რატომ უნდა ყოფილიყო მსგავსი სამუშაო შეხვედრა დახურული? ჩვენ დავუსვით ეს შეკითხვა მთავრობის პრეს-ცენტრს, პრემიერის პრეს-ცენტრს, თუმცა პასუხი ვერ მივიღეთ. ირაკლი კობახიძე გამოვიდა ახლა მედიასთან და ეს უპასუხებს ჟურნალისტების შეკითხვებს, ოცნების პრემიერის პასუხებს მოისმენთ თქვენ ახლა პირდაპირ ეთერში. პირველში მე დამეულოცო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ახალ თავმჯდომარეს ეს ოფიციალურად დამტკიცება თანამდებობაზე. ასე მინისტრებს მე დამეულოცო, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე. მდინარეებიდან რომ
დღემდე დღემ მნიშვნელოვნად განსაზღვრა საერთო როგორ გაგრძელდება ძირითადი მხარის განვითარება და დარწმუნებული ვარ, რომ ბატონის მეთაურობა ძალიან წარმატებული მთავრობის თავმჯდომარის პოზიციაზე. დღეს ჩვენ გვქონდა შეხვედრა უნივერსიტეტის წევრებთან, ასევე მერებთან, საქართველოს თავმჯდომარეებთან, აჭარის მთავრობის წევრებთან და გვქონდა საუბარი რამოდენიმე რაც არის დაკავშირებული აჭარის განვითარებასთან, ასევე ზოგადად საკითხებიც მიმოვიხილეთ და რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ მივუწევთ ბატონის უთხრას თანამდებობაზე დამტკიცება და მადლობა გადავუხადეთ ბატონ გიორგიელიშვაძეს 7 წლის განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანი გაწეული სამსახურისთვის კომპენსაციაში. ბატონო, დღეს დახურეს უმაღლესი საბჭოს ხდომარად არ ახსოვს არავის მსგავსი მომხდარი ყო აკრედიტირებული მედია არ შეუშვეს. რა სითქმა გინდათ ამით, რომ რატომ მოხდა დღეს ახალი კანდიდატი წარადგინეს და დამალეს. ვის ემალებით მედიის გეშინიათ თუ რატომ მოხდა დღეს ხდომ? თქვენ რომ არ იყავით ვიცი, მაგრამ ხდომა რატო დახურეს? მე არ ვიყავ ჩართული მიღებაში, უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები გააკეთებენ განმარტებას. რატომ გახდა აუცილებლად როგორ მიგაჩნიათ სწორად? მიგაჩნიათ რომ მედიისთვის ხურავენ? შეიძლება ადმინისტრაციული შენობა მედიისთვის დაკეტონ შეიძლება. რატომ გახდა საჭირო რომ პოლიციელი დააგენიშნათ აჭარის მთავრობის ხელმძღვანელად? ბატონი სულხანი არის არა მხოლოდ პოლიციელი, არამედ ის პირველი შემთხვევა, როცა პოლიციელი დაინიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოზიციაზე. სანქცირებული პოლიციელი. დასანქცირებული. თბილისის პოლიციის ხელმძღვანელი, ეს არის ძალიან მაღალი თანამდებობა, რაც მოითხოვს განსაკუთრებულ უნარებს, მოითხოვს განსაკუთრებულ თვისებებს, მოითხოვს მენეჯერულ უნარებს. შესაბამისად, მას აქვს დაგროვილი ძალიან დიდი გამოცდილება იმისათვის, რომ სათანადოდ წარმართოს მუშაობა აჭარის მთავრობაში. მისი გამოცდილება, პიროვნული თვისებები, აჭარის მისი კეთილსინდისიერება, მისი პროფესიონალიზმი იყო ის ძირითადი კრიტერიუმი, რომელთა საფუძველზეც არჩევანი შეჭერდა სწორედ სულხანაძეს. თორნიკერიშვაძემ რა დაგიშავათ? თუ ირაკლი ღარიბაშვილის კადრებს ესე ერთმანეთის მიყოლებით იცილებთ, ლილუაშვილი ვნახეთ დანიშნეთ მეორე დღეს მოხსენით და ღარიბაშვილთან დაპირისპირება გრძელდება თუ? სპეკულაციები ჯერ ერთი როგორც მოგახსენებათ, თორნიკერიშვაძე თანამდებობას იკავებს უკვე გავიდა 7 წლის განმავლობაში. როცა ამბობთ, რომ ეს არის ირაკლი ღარიბაშვილის კადრი, ეს არის არასწორი, ის იყო ქართული ოცნების გუნდის კადრი და ეს არის დღემდე ქართული ოცნების გუნდის წევრი. ღარიბაშვილი მისი შვილის რატოია? რატომ წავიდა? მას არ განუმარტა ის მიზეზები. ერთ დღეს რომ დანიშნავდა მეორე დღეს. Facebook პოსტი წასვლა მისაღებიან, როცა ქართლის თავმჯდომარე. თანამდებობა ბატონ თორნიკერიშვაძე, ის იყო და არის ქართული ოცნების გუნდის წევრი და ჩვენთან ასე არ ხდება ხოლმე და თქვენთანაც არასწორია კონკრეტულ ადამიანებზე, კონკრეტული თანამდებობის. რა არ ხდება? ლილუაშვილი ერთ დღეს დანიშნეთ, მეორე დღეს მოხსენით. თორნიკერიშვაძეს თუ ვინმე იყო ჩართული უშუალოდ იმ პროცესებში, რომლებიც უკავშირდებოდა 7 წლის წინ ბატონი თორნიკერის მიერ თანამდებობის დაკავებას, ერთ-ერთი პირველი ვიყავი სწორედ მე. აქედან გამომდინარე, ეს არის სერიოზული სპეკულაცია. რაც შეეხება ბატონი თორნიკერის გადაწყვეტილებას, მან მიიღოს გადაწყვეტილება. ალბათ უმჯობესია, რომ თავად გააკეთოს საჭირო ჩათვლის კომენტარი საკუთარ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. მე კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო თორნიკერიშვაძეს იმისათვის, რომ ის 7 წლის განმავლობაში პროფესიონალიზმით და ღირსებით ემსახურებოდა აჭარას მშრომლის მხარეს და მის განვითარებას. თქვენ აპირებთ გაჩნდეთ სადარი ბატონო ირაკლი ღარიბაშვილი სადარი რატომ არ ჩანს პარტიაში? სად არ ჩანს და მაგიტო? რამდენიმე კითხვა მექნება ბატონო ირაკლი. პირველ რიგში კითხავთ ფინანსური წყაროების ფონდების შენაცვლებას, რომელშიც საუბრობენ, რომ ანაცვლებენ ამ ფონდებს, რათა გავლენა მოახდინონ სხვა ქვეყნებში არჩევნებზე. ესე მოხდა მაგალითად USAID-ის შემთხვევაში და ახლა ბრიტანეთის საგარეო უწყებამ გამოაცხადა საგრანტო პროგრამა საქართველოში. როგორ ფიქრობთ, რას ემსახურება ეს პროცესი? Deep State-მა თქვენ ნახეთ, რომ უკრაინაში ომის გახანგრძლივება დაავალა ევროპულ სტრუქტურებს, მანამდე ამერიკული სტრუქტურებიც იყო ჩართული ამ პროცესში. ეხლა თავიდან ბოლომდე ექსკლუზიურად Deep State-მა დაავალა ევროპულ სტრუქტურებს უკრაინაში ომის გახანგრძლივება. იგივე ხდება სწორედ ორგანიზაციების დაფინანსების კუთხითაც, ამერიკული ფონდებიდან აღარ ფინანსდება ანტისახელმწიფოებრივი პროცესები, მათ შორის ჩვენს ქვეყანაში და სხვა ქვეყნებში და ეს ტვირთის თავის თავზე აღებინეს ევროპულ სტრუქტურებს, რაც ძალიან სამწუხაროა, თუმცა თქვენ იცით, რომ მანამდე ორი ფრონტიდან გვედავდნენ და ამაც მოახერხეთ საკუთარი ევროპული ინტერესების დაცვა, თუ ევროპული სტრუქტურებიდან ევროპული ბიუროკრატიის მიერ მოხდება ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების დაფინანსება, ამასთან დაკავშირებითაც ბუნებრივია გვექნება ჩვენი
რეაგირება ჩვენ უნდა დავიცვათ ბოლომდე ჩვენი ეროვნული ინტერესები, Deep State-ს აქვს თავისი ინტერესები, Deep State-ი ამისათვის იყენებს ევროპულ ბიუროკრატიას, თუმცა ჩვენ გვაქვს ჩვენი ეროვნული ინტერესები და ბოლომდე დავიცვათ ამ ინტერესებს. ეროვნული ინტერესი რა? იზოლაციაში მოქცეული ქვეყანა, ბატონო ირაკლი. ეროვნული ინტერესი არის იმის არ დაშვება, რაც მოხდა უკრაინაში. ბატონო ირაკლი. უკრაინაში იყო და არის ომი, განადგურება, უზარმაზარი მსხვერპლი. რა თქმა უნდა, ამის საბრძოლოდ არის ვთქვათ, კარგი თანამშრომლობა ევროპულ ბიუროკრატიასთან, მაგრამ მერწმუნეთ უკრაინელი ხალხისთვის ეს დიდი ვერაფერი ნუგეშია. ანუ თუ ევროპასთან კარგად ვიქნებთ, ომი უნდა დავიწყოთ, ამას ამბობ? მაგას არ ვამბობ. მე გაჩვენეთ რა სურათია დღეს უკრაინაში და მინდა შეგახსენოთ. მაგრამ თქვენ არავინ არ თანამშრომლობს, ეს თუ იზოლაციაშია. ჩვენ თქვენი ხელისუფლება. ამ სცენარის თავიდან არიდება, მეორე ფრონტის თავიდან არიდება. და ამის გამო არის გაგულისებული. ხელფას როგორ აიღებს სამაზაშვილი? შეგიძლია თქვითხრათ, როცა ეს დასანქცირებულია? გრანტებთან დაკავშირებით განვაგრძოთ შეიძლება თემას ევროკომისიის წარმომადგენელმა ერთ-ერთ ევროპულ პრესასთან, ავსტრიელთან თორსტები გააკეთეს ესეთი განცხადება, ასე ვთქვათ, აღიარეს, რომ გარკვეული მილიონობით ევროს ღირებულების ესე ვთქვათ საგრანტო პროგრამა მიემართებოდა კონკრეტული პოლიტიკური ძალების დისკრედიტაციისა და ლობიზმისთვის კონკრეტული პოლიტიკური ძალების რომ ეს ძალიან კარგია. ჯერ აღიარება მოისმენთ ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მხრიდან, ახლა უკვე ვისმენთ ახალ აღიარებას ევროკომისიის მხრიდან, რაზეც ჩვენ ვლაპარაკობდით გამჭვირვალობის სისტემის კანონის მიღების დროს. თქვენ გახსოვთ, რომ სრულიად სამარცხვინოდ ამ კანონს უწოდეს რუსული კანონი, მათ შორის ამერიკის წინა ადმინისტრაციის წარმომადგენლება, ევროპული ბიუროკრატიის წარმომადგენლება. სინამდვილეში ეს იყო NGO-ების გამჭვირვალობის კანონი და რევოლუციური პროცესების გამჭვირვალობის კანონი. ამ ფაზით ჩვენ როცა ვისმენთ აღიარებას არის ძალიან მნიშვნელოვანი. თქვენ გახსოვთ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილიც ამ მესიჯით აიყოლიეს, რომ როგორ შეიძლება ვიღაცამ რაიმე ცუდი ევროპელებიც აიყოლიეს, ყველა პარტნიორი აიყოლიეს და შეცდომაში შეიყვანეს. ანუ კრემლის გარდა არავინ არ იმეორებს იმას, თქვენ რომ ვინ აიყოლიათ, ბატონო, თქვენ რუსეთმა აგიყოლიათ. აი პირდაპირ. ანუ ევროპელები შეცდომაში შევიდნენ. რუსეთის ინტერესი თუ სადმე გატარდა, ეს არის უკრაინაში, გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთმა განავრცო საკუთარი ოკუპაციის არეალი უკრაინაში 2.5-ჯერ. ეს რუსეთს თქვენ არ ატარებთ რუსულ ინტერესებს, ბატონო ირაკლი. თქვენ რასაც ამბობთ, იგივეს ამბობს კრემლი. დასავლეთში იგივეს არავინ არ ამბობს. ჩაგესულებათ, ბატონო ირაკლი. ყველგან დაგასამცირეს თითქმის და მეტი სად უნდა ჩანდეს. რუსეთის დავალებებს ასრულებს ეს ხელისუფლება. თეორიულად წარმოიდგინეთ თქვენ, რომ 2022 წლის ივნისში მოგვანიჭეს კანდიდატის სტატუსი. მერე რამდენიმე თვეში გაგვიხსნეს მოლაპარაკებები. მე გამოხვედი და თქვი რომ არ გვინდოდა. თქვენ შეაჩერეთ და თქვით რომ შეჩერებულია. ივნისში მოგვანიჭეს სტატუსი, ხო? წარმოიდგინეთ მარტივად. ხო იქნებოდა ჩვეულებრივად გაგრძელებული ურთიერთობები. მაგრამ ვიღაცას მოუნდა რომ კანდიდატის სტატუსი გამოიყენებინა საქართველოს წინააღმდეგ, რათა ჩვენი ქვეყანა ჩაერთო ომში. რომ მოენიჭებინათ სტატუსი, არავითარი პოლემიკაც კი არ იქნებოდა ევროპულ სტრუქტურებში. თქვენ ხომ შეაჩერეთ ეს თქვით რომ არ გვინდოდა სტატუსი, ნუ არის თქვით ბატონო ირაკლი. თქვენ თქვით და შეგვიდეთ ევროინტეგრაციის პროცესს და ჩავუყენეთ საქართველოს გზა ევროპისკენ. იზოლაციაში მოგვაქციეთ ბატონო ირაკლი. ჩვენი შვილები ყველანი. თქვენ მიიღეთ ის ვის ვიღაცა თქვენ ხომ არ იყავით გასავალი. 2024 ნოემბერს 2024 წლის 28 ნოემბერს ჩვენ ვთქვით რომ ჩვენი მხრიდან აღარ დავაყენებდით ის სივრცეში მოლაპარაკების გახსნის საკითხს. ეს რას მოყვა? ჯერ 2022 წლის ივნისში არ მოგვანიჭეს კანდიდატის სტატუსი და ამ საკითხს იყენებდნენ შანტაჟისთვის, სწორედ ჩვენი შვილების წინააღმდეგ და ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ. ან თქვენ რუსული პოლიტიკის გაძლიერების უნდა მოენიჭებინათ სტატუსი? არ მოგწონთ პასუხი, იმიტომ რომ ვაცადოთ და ვასრულებ და მე რა ვკითხო. პასუხია, მაგრამ მაცადეთ. შემდეგ წელიწად ნახევრის განმავლობაში სწორედ ჩვენ მოქალაქეებს და ჩვენ შვილებს აშანტაჟებდნენ ევროპელი ბიუროკრატები, როცა არ განიჭებდნენ კანდიდატის სტატუსს. შემდეგ უკვე 2023 წლის დეკემბრიდან განაგრძეს ჩვენი და ჩვენი შვილების შანტაჟი, როცა არ გვიხსნიდნენ მოლაპარაკებებს. სამარცხვინოა.
გასგულისხმობ შანტაჟი რა გაჩნია საზღვარს ამდენი ტყუილი დიდი ხანია ჭორაობას ვისმენთ. იქნებ კონკრეტული პირი თქვას პრემიერმა, საქართველოს პრემიერმა ვინც გაშანტაჟებდა. კონკრეტული პირი თქვა. აშანტაჟებდნენ და ჩვენ შვილებს ვინ შანტაჟებდა და რა ფორმით. გლობალური ომის პარტია გიქცეთ ამნაირებით არა ვინ ბატონო ირაკლი. ვინ კონკრეტულად ვინ გაშანტაჟებდა? ირაკლი ყობახიძეს ვინ აშანტაჟებდა? აი ძალიან მარტივად გეკითხეთ. ვინ სახელი გვარები რა გადაწყვეტილებებს? რა გადაგავალეს თქვენ? მე რა გადაგავალეს თქვენ ისეთი რაც იყო შანტაჟი და მიუღებელი? ვინ აშანტაჟებს ირაკლი ყობახიძეს? მე არ ჩავიწერე თქვენი ჭრებით. ჩვენ და ჩვენ შვილებს აშანტაჟებდა ევროპული ბიუროკრატია. კონკრეტულად სახელი არა. ივნისში, როცა 22 წლის ივნისში არ მოგონიჭა სტატუსი, მე წელიწადნახევარი არ მოგონიჭა უსუსტესი ინსტიტუტები, DST-ევრი ქვეყანა და აქ ჩვენ გვეძახიან პრორუსებს და არ გვანიჭებენ კანდიდატის სტატუსს ხო სამართლებრივ. გვეძახიან თუ გაგახადეთ ანუ არ ჩნდება ევროპა თქვენ ამას ამბობთ. საქართველოს შესახებ უნდა ემჩნევა, თუმცა ეხა ჩანიშნეს 10 აპრილისთვის, ზოგადად ამ პროცესიდან რა მოლოდინი გაქვს, როგორ შეაფასებთ? საინტერესო არის ჩვენ ვით რომ აღარ ვაჩერებთ ჩვენ საქმიანობას ევროპის საბალანსო ასამბლეაში. ახლა პრაქტიკულად გადასაწყვეტიც არაფერი აქვს. ჩვენი მხრიდან არის შეჩერებული ჩვენი საქმიანობა საბალანსო ასამბლეაში. კითხავთ ოპოზიციაზეც თვითმმართველობის არჩევნები გვიახლოვდება, მიიღებს თუ არა თქვენი შეფასებით მონაწილეობას, ან რა შანსები შეიძლება გქონდეს ოპოზიციას საქართველოს? საერთოდ ჩვენთვის საინტერესო არ არის გამომდინარე იქიდან რომ ჩვენ ვფიქრობთ წინა არჩევნებზე, საბალანსო არჩევნებზე, წინა არჩევნებზე ნაჩვენები შედეგის გაუმჯობესებას წინაზე ავიღოთ 54%, ვფიქრობ რომ აქ შეგვიძლია კიდევ უფრო მაღალი შედეგის მიღება და დარწმუნებული ვარ რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში ჩვენ მოვიგებთ როგორც მერის ისე საკრებულოს სენატორი შაჰინი იმედ გაცნობილია რომ ანაკლიის მმართველმა ხორცს ჩინური კომპანია არ აშენებს ეს იმპოზი როდესაც ტენდერში არც ერთ ამერიკულ კომპანიას არ მიუღია მონაწილეობა როგორი არის თქვენი შეფასება. არ ვიცი ეს ძალიან ძიმედ შესაძლებელი განცხადებებია, რასაც ვისმენთ ანაკლიასთან დაკავშირებით. თქვენ იცით რომ ჯერ ანაკლიის პროექტი იყო კონკრეტული კონსორციუმის ხელში, რომელსაც ხელმძღვანელობდა ხაზარაძე, ხო დღეს უკვე პოლიტიკოსი, უწოდებული პოლიტიკოსი ხაზარაძე, მას ჰქონდა ყველანაირი შანსი რომ მოეზიდა ამერიკული ინვესტიცია. ნული. ან მან რატო ვერ მოიზიდა, ან ამერიკელები რატომ არ დაინტერესდნენ. შემდეგ გამოცხადა ოფიციალური ღია პროცედურა, ხო? რატო არ შემოიტანა არც ერთმა ამერიკულმა კომპანიამ? როცა ხარ ამერიკელი და არ მოგწონს ჩინური კომპანიის მონაწილეობა რაღაც პროექტში, მაშინ შემოგეტანა შენ განაცხადი. ნუ ცარიელი სპეკულაციები არ ვიცი ხარ. ეს არის Deep State-ის, ქალბატონი შარხინიც არის Deep State-ის ერთი მორიგი, ასე ვთქვათ, თანამშრომელი და ამიტომ აგებს. არ დაგისრულებიათ გრანტების თემა თუ შეიძლება რომ ამოვწუროთ ეგ თემა. ევროკომისიის განცხადებასთან. ნუ გრანტებზე არ ვიცი. კიდევ ერთხელ გამიმეორებ რომ განსაჩვენო პროექტი 3 წლის განმავლობაში ახლა იგივეს იმეორებს ამერიკის ახალი ადმინისტრაცია და იმეორებს უკვე ევროპული კომისია, ხო? საქმე არის მარტივად. ყველამ ძალიან კარგად ვიცოდით, რომ კონკრეტული ფინანსები გამოიყოფოდა საქართველოში რევოლუციური პროცესების სასახალისებლად. ვინმე მალავს, რომ კონკრეტული ყველაზე მდიდარი NGO-ები პირდაპირ იყვნენ ჩართული რევოლუციურ პროცესებში. სცენაზე ავიდნენ 2022 წლის ივნისში, მთავრობის გადადგომა მოითხოვეს NGO-მა. ვინ ეკითხება NGO-ს მთავრობის ყოფნა არ ყოფნას, ხო? ეს არ არის NGO-ს საქმე. ასეთი მოთხოვნა შეიძლება დააყენოს პოლიტიკურმა სუბიექტმა. მაგრამ არა უწყებიდან დაფინანსებულმა NGO-მა დააყენეს ასეთი მოთხოვნა. შესაბამისად, ხელის გულზე დევს ის, რომ გარე დაფინანსება გამოიყენებოდა საქართველოში რევოლუციური პროცესების სასახალისებლად, ქვეყნის ასარევად და ხელისუფლებაში კოლექტიური ნაცმოძრაობის დასაბრუნებლად. ანუ მთელი დასავლეთი თქვენ გებძვით რუსეთის გარდა, ანუ კრემლი გიჭერთ და როგორ აპირებთ ბარემ განვაგრძობ ბატონო ირაკლი როგორ აპირებთ ურთიერთობას ევროკავშირთან? სალომე ზურაბიშვილი ვნახეთ ჩვენ როგორ მიიღეს საფრანგეთში იმას უწოდებენ ერთადერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტს. თქვენ როგორ აპირებთ აი ამ ფონზე ევროკავშირთან ურთიერთობას, როდესაც ვერც კი ჩადიხართ და სალომე ზურაბიშვილს აშიფსტები აი სალომე ზურაბიშვილი არის ჩამოწერის რეჟიმში, როგორც ნებისმიერი ვადაგასული პროდუქტი და ჩამოწერის პროცესი გაგრძელდება კონკრეტული პარტიების დაუპირისპირეს უკვე სალომე ზურაბიშვილი ვადაგასული პროდუქტია თქვენ ამბობთ? ის სალომე ზურაბიშვილი რომლის პლაკატზე თქვენი ფოტო იყო გამოსახული და ხალხს ეხვეწებოდი ხმარიეთითო? დავახმარეთ 2018 წელს, თუმცა მაშინ თქვენ აცხადებდით მას მოღალატეთ და როგორც კი მან სამშობლოს უღალატა
მაშინ უნდა გამოაცხადოთ. სამშობლოს უღალატა თუ რუსული ინტერესი არ გაატარა. როგორც კი სამშობლოს უღალატა. რაში გამოიხატა? მაშინ უნდა გამოაცხადოთ. რაში როგორ გამოიხატა? აიღებს ხელფასს, რომელიც დასანქცირებულია? არის რაში გამოიხატა ღალატი? იმედი არის ღალატის თამაშაშვილი როგორ აიღებს გამოიხატა ხელფასს სალომეს ღალატი? დასანქცირებული? რაში გამოიხატა თქო გეკითხები? ამის გამოსწარეთ აბსოლუტურად. მისი შეშინება იმას ვინ იაყლიო ქუაში. ანუ უბრალოსაც არაფერი აქვს სათქმელი ასევე როგორც სხვა ადამიანებს, რომლებიც განასახიერებენ წინა რეჟიმს, შესაბამისად ბუნებრივია რომ მათ ეშინიათ საგამოძიებო კომისიის ხომებზე დასწრება. აბსოლუტურად ლოგიკურია. უამრავი დანაშაული აქვს ამ ადამიანებს. ჩადენილი შესაბამისად ეშინიათ გამოცხადებიან პროცესზე, სადაც მოხდება მათი მხილება. შეიძლება ნარკორიალიზატორებთან ბრძოლის პოლიტიკაზეც კითხავს საწავიდე ხალხმა გამაგიჟე. ეს კიდევ არ გამოს ნარკორიალიზატორები კიდევ კი, რა თქმა უნდა, თვითონ პრაქტიკაში კანონის რეალიზება არის კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანი, ვიდრე კანონის გამგაცრება, ჩვენ გავამგაცროთ კანონმდებლობა ამ სფეროში და მნიშვნელოვანია, რომ ფეხ ამას გაყვეს შინაგან საქმეთა სამინისტროს კიდევ უფრო მეტად გააქტიურება. არის ერთ-ერთი მთავრის გამოწვევა, რასაც ჩვენი ქვეყანა უნდა ებრძოდეს და შესაბამისად მაქსიმალური ყურადღება იქნება მომავალშიც მიმართული იქითკენ, რომ ჩვენ გავამარცხოთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი სცენი, ეს არის საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. მე შეკითხვა მაქვს კიდევ ახლა. დღეს იყო დაგეგმილი და გადაიდო და თქვენ შეაფასებთ. ფარც შეიძლება თვითონაც არ არიან ჩამოყალიბებული, არაფერზე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს ხდომა რას ეწუნება საერთოდ ვერ გავიგეთ. ჩვენ თვითონ შეჩერებული გვაქვს ჩვენი საქმიანობა ასამბლეაში და ჩვენ რაც შეჩერებული გვაქვს ის როგორ უნდა განიხილოთ. ნუ აბსურდში არის ევროპული ბიუროკრატია შესული ამ შემთხვევაში. თქვენ ახსენეთ, რომ შეჩერდა თავისუფლად ხომ არ არის უკვე ცნობილი საქმე. ჯერ ვერ გეტყვით, გვექნება ტელეფონიკასთან კონსულტაციები და ამის შემდეგ შეგვიძლია გითხრათ როგორ გახსენებას. დასანქცირებული თამაზაშვილი როგორ აიღებს ხელფასს? საინტერესო ეს არის სანქციების ქვეშ. როგორ? კანონიერი მეთოდი, კანონიერი გზა გითხარით, რა არის კანონიერი გზა? როგორც აქამდე. ან კონვერტით როგორც საბჭოთა წარსულში ხდებოდა? ოფიციალურად იღებდა აქამდეც და ოფიციალურად აიღებს მომავალშიც. როგორც ქალაქის პოლიციის უფროსი, ის იღებდა ოფიციალურად ხელფასს, როგორც აჯარის თავრობის თავმჯდომარეს ოფიციალურად მიიღებს ხელფასს. დასანქცირებულია, ანუ კანონიერია. თქვენი სანქციები არ მოშორებს, შეგვიძლია გითხრათ. ბატონო, თქვენ თქვით, ანუ რომ ვინ არ სალომე ემორჩილება? ზურაბიშვილმა უღალატა ქვეყანას, თუმცა კონკრეტულად არ მითხარით რას გულისხმობთ ღალატში. მე მაქვს ესეთი შეკითხვა, როგორც ჟურნალისტ, როგორც ამ ქვეყნის ვიტყოდი რომ სამშობლოს უღალატა, თუმცა მას სამშობლო არ აქვს, ამიტომ ამბობ რომ ქვეყანას უღალატა. თქვენ გაქვთ სამშობლო? საქართველოს არის ჩემი სამშობლო. საქართველო თუ აი ამიტომ უნდა კითხოთ, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქემ, როგორც ჟურნალისტმა. თქვენ არ უღალატეთ ამ ქვეყანას და ამ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას, მათ შორის ქართული ოცნების ამ მომრჩევლებს, რომლებსაც ევროკავშირისკენ სწრაფა ღია და აქ დაფიქსირებული კონსტიტუციაშიც გვიწერია, ბოდიში ჯაბად დავასრულებ, თუმცა თქვენ გამოხვედით და პირდაპირ თქვით, რომ არ გვინდა. ამის შემდეგ მოხდა ის იზოლაცია, რაც მოხდა და მიდიხართ პირდაპირ რუსეთში, მიგყავართ და ჩვენ არ გვინდათ. ექსპრესიულად სახარად შეხა პასუხს. პასუხის შემდეგ მე ვარ ძალიან პირნათელი ჩემი მოხალისეების წინაშე, რომ ჩემი აგური მაქვს ადებული საქმეში, რასაც ქვია საქართველოში უკრაინული სცენარისტავიდან არიდება. რაც შეეხება დევი პირველი არ არის პირნათელი საკუთარი საზოგადოება. დევი არის, მაგრამ თქვენ რატომ უღალატეთ ამ ქვეყანას, ბატონო ირაკლი? ამას არ მიპასუხებთ, ხო? ეს იყო ირაკლი კობახიძე. თქვენ ბატონო სულხან არ გიპასუხებთ შეკითხვებზე? ბატონო სულხან არ უპასუხებთ ჟურნალისტების შეკითხვებს? როდის მოგვიანებით? დღეს უკვე დაინიშეთ თვარობის ხელმძღვანელი ხარ. ეს სულხან თამაზაშვილი იყო, რომელმაც მხოლოდ ერთი სიტყვა გვითხრა, მოგვიანებითო, მას ჩვენ ვუთხარით, რომ აქონდა შეკითხვები აჭარის მთავრობის ახალ თავმჯდომარესთან, არალეგიტიმურ თავმჯდომარესთან ცხადია, რომელიც ეს დაინიშნა ამ პოზიციაზე, ეს არის პოლიციელი, აქამდე იყო თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, არის დასანქცირებული. თქვენ ახლა ხედავთ, რომ მთავრობის წარმომადგენლებს ხდებიან სასტვენებით და შეძახილებით აქტივისტები სასტუმრო ჰილტონთან. ოდიში. მაგოდარეთ. ხედავთ რომ წარმომადგენლები ოცნების
ლიდერები ხდებიან მანქანებშიდან ტოვებენ ტერიტორიას. მათ შეძახილებით და სასვენებით დახვდნენ რამდენიმე აქტივისტი. მონებო საქართველო აჯანყდი საქართველო არ დაემდება ირაკლი კობახიძეს და რუსულ ხელისუფლებას მოვაგრო წავა ქართული ოცნება და ყველანი დაისჯერდით იმიტომ რომ სამშობლოს ღალატობთ ეს დავით ჩინჭარაძეა რომელიც ახლა მიმართავდა ოცნების ხელისუფლების წარმომადგენლებს როდესაც უკვე ტოვებენ სასტუმრო ჰილტონს მარიამ ქაჯაიას და დავით ჩინჭარაძე დახვდნენ პრემიერს და ასევე ქართული ოცნების სხვა ლიდერებს. დავით, გვენი გამოგეპასუხათ, ხო? რაღაც ცდილობდნენ პროპაგანდით პასუხს იმაზე, რომ თურმე საქართველოს სასამართლო სამართლიანია. ეს ვინ გითხრათ? ერთ-ერთმა ქართული ოცნების დეპუტატის თანაშემწემ თუ მათი დელეგაციის წევრმა სამწუხაროდ ისე ხშირად იცვლება სახელი და გვარები ამ ქვეყანაში და თავრობა იგივე რჩება, რომ უკვე ძნელია სახელში და გვერდში გაერკვე. გვეუბნებოდნენ ამ ყველაფერს, ჩვენ ვიყავით ორი ადამიანი და არ გვაძლევდნენ უფლებას, რომ შევსულიყავით. ეხლა დატოვეს ტერიტორია ირაკლი კობახიძემ, ჩვენ შევძელით და ის მაინც მივაძახეთ, რომ მონა არის და ყველაზე სამარცხვინო ამ ამბავში რა არის? რაზე დგას რეჟიმი? ხო, რეჟიმი დგას მათ შორის ბიზნესზე. დღეს ამ სასტუმრომ ჰილტონმა, რომელიც არის მერიოტის ბრენდის ნაწილი, დღეს დაუთმო ქართულ ოცნებას და მის დელეგაციას ეს სივრცე. და სანამ ბიზნესები არ განაცხადებენ ვარს ქართულ ოცნებასთან თანამშრომლობაზე, რთული იქნება ჩამოსვლა ამ რეჟიმის. ამიტომ მე მინდა ყველას უთხრა. სასტუმროსთვის ყველაზე მტკივნეული არის პროტესტი მის გარეთ, იმიტომ რომ ტურიზმს აზარალებს. ჩვენ ეს ვიცით, ამიტომ აქ უნდა ვიყოთ ბევრი და უნდა ვანახოთ ყველა ბიზნესს, რომ არ შეიძლება ქართული ოცნების მხარდაჭერა. უნდა ვიყოთ უფრო პრინციპულები, მხოლოდ რუსთაველის გადაკეთვა არ უნდა იყოს პროტესტი, ისე უნდა გავრცელდეს პროტესტი, რომ ვეღარავინ ვერ გაგვიბედოს ის, რაც დიტო სამხარაძემ და დათო ბაციკაძემ გაგვიბედეს ჩვენ. სულ გვანძღავდნენ, შეურაცხყოფებს გვაყენებდნენ. ეხლა დღეს გითხრეს რამე? კი, აი მან, რა ქვია, დავით ბაციკაძემ, რომელიც არის ერთ-ერთი სამარცხვინო მონა, არის სამარცხვინო ადამიანი და მოვადრო, მე ფიცავ, აი მართლა ისეთი გამწარებული ვარ, რომ ფიცავ შეიცვლება ხელისუფლება და პირადად და სხვა ოპოზიციის წევრებთან ერთად მე მივიღებ მონაწილეობას იმაში, რომ ყველა ქოცი გასამართლეს კანონის სრული სიმკაცრით და მათ შორის დავით ბაციკაძეც. მადლობა, ეს დავით ჩინჭარაძე იყო. მარიამ, რისკა მოახერხეთ დეპუტატებისთვის, ქართული ოცნების წარმომადგენლებისთვის, ასევე ოცნების პრემიერისთვის. თქვენ მთელი ახლის განმავლობაში იდექით გარეთ, იმიტომ რომ ვერ შემოხვედით სასტუმროში, იმიტომ რომ ეს კერძო ტერიტორია. პოლიციის ფორმიანმა ჯერ მითხრა, რომ შესვლა არ შეიძლება ამ ბანერით შემოხვდნენ. მათ აი ამ კერძო მეჭირა მათთვის თვალსაჩინოდ მითხრეს, რომ ბანერიან ადამიანს ვერ შემიშვებდნენ, მათ შორის ვინც ფოიეში. შემდგომ ამისა, როდესაც გვერდზე გადმოვინოსლა, ეგონათ, რომ ძალით შტურმით ვაპირებდი აღებას და წრე შემომარტყეს, მათ შორის პოლიციის ფორმა რო არ ეცვა, ან ჰილტონის ფორმა რო არ ეცვა ასეთმა ადამიანებმა, ანუ რაღაც ძალიან მობილიზებულები იყვნენ, ჩემი ერთი ადამიანიც კი საფრთხეს ვუქმნი, როგორც ჩანს და დისკომფორტია მათთვის, ერთი მართალი ხმაც კი. პროპაგანდისტები ყავდათ მობილიზებული, დეპუტატი არ ვიცი როგორ არის ადამიანი, რომელიც ადამიანებზე ძალადობს, მათ შორის კუთხეში იმწყდებს და ჯგუფურად ესურის თავს, არ აქვს მნიშვნელობა სტატუს ადამიანებისა, გულისხმობა სამხარაძეზე და მის ბანდას. ვცდილობდით გვეთქვა, რატო ვდგავართ აქ, რა უსამართლობები ვტკივა, მაგრამ რა თქმა უნდა
თავიდან ირიდებდნენ პასუხს და რაღაცა დამცინავი ირონიული ტონით იგერიებდნენ სიმართლეს. ამაში გასაკვირი რა თქმა უნდა არაფერი არ არის, არაფერი არ გამყურებია ამათგან. მიიღეთ რამე პასუხი ან რეპლიკა აუცილებლად წარმომადგენლებისგან, როცა თქვენ დახვდით აი ადეკვატური არაფერი, რა თქმა უნდა. ადეკვატური არაფერი, ძალიან სიამოვნებდა სამხარაძეს იმის თქმა, თავის გაიგივება მზია ამაღლობელთან და ამბობდა რომ მე რო ახლა თქვენ სილა გაგაწნათ იქნება თუ არა სისხლის სამართლის დანაშაულიო. თვითონ იყო პოლიციის მისნაირი პროპაგანდისტების ხელისუფლების წარმომადგენლების წრეში მე ვიყავი ერთი და მეუბნებოდა მე თუ სილას გამაწნავ და იქნებოდა თუ არა ეს სისხლის სამართლის დანაშაული. ანუ როცა მეუბნებოდი რომ მზიას მიმართ კანონი ირღვევა, მზიას არ ჩაუდენია სისხლის სამართლის დანაშაული, მას მაქსიმუმ ადმინისტრაციული წესით შეიძლება გაეკისროს რაიმე ტიპის პასუხისმგებლობა თავის თავს აიგივებდა მზიასთან მისნაირი ადამიანების გარემოცვაში და მე მეუბნებოდა რამდენჯერმე გამიმეორა ესე სიამტკბილობით და სიხარულით ამ ღიმილით როდესაც ამბობდა იცინოდა სიამოვნებისგან და იღიმებოდა მე რომ თქვენ სილა გაგაწნათ დაგარტყათ უამრავ ჯერ თქვა მანიაკია არ ვიცი სარ აზრზე ყოფი ადამიანი თუ ის არ არის ძალიან ანტისოციალური არ არის სამართალდამღვევი ამას ვერიზამ ადამიანს ვერ ეთქვი რომ ახლა მე შენ ხელს დაგარტყამ და ამას სიცილით და სიამოვნებით ვერ გააკეთებ არ ვიცი რა უნდა ვთქვა მესმის მადლობა ეს მარიამ ქაჯაია იყო აქტივისტი რომელიც დღეს მთელი დღის განმავლობაში დგას სასტუმრო ჰილტონის შესასვლელთან, სადაც დღეს ქართული ოცნების ლიდერები, ქართული ოცნების მთავრობის წარმომადგენლები მართავდნენ შეხვედრას ადგილობრივ საჯარო მოხელეებთან. დღეს აჭარის ანტიკონსტიტუციურმა არალეგიტიმურმა უმაღლესმა საბჭომ დახურულ კარს მიღმა დახურულ შეხვედრაზე აირჩია აჭარის მთავრობის ახალი თავმჯდომარე, რომელიც ხადია რომ არის არალეგიტიმური თავმჯდომარე, რადგანაც ანტიკონსტიტუციურმა არალეგიტიმურმა ორგანომ უმაღლესმა საბჭომ ამ შემთხვევაში აირჩია აჭარის მთავრობის ახალი თავმჯდომარე. თქვენ იცით რომ როგორც საქართველოს პარლამენტი, ასევე აჭარის უმაღლესი საბჭო არის ანტიკონსტიტუციური ორგანო, რადგანაც კონსტიტუციის დარღვევით შეიკრიბა აჭარის უმაღლესი საბჭოც და დღეს კიდევ უფრო განავრცეს შეიძლება ითქვას ეს უკანონობა და ანგარიშვალდებულობის პრინციპიც კი დაარღვიეს, როცა არც ერთი მედია არ დაუშვეს აი ამ შეხვედრაზე, სადაც მთავრობა დაამტკიცეს. ჩვენ დღეს გვიყვებოდა ჩვენს ლაივში იგივე მთავარი არხის ჟურნალისტი თეა ვარშალომიძე, რომ აბაშის პერიოდში როცა ეს მუშაობდა ჟურნალისტად, მაშინაც კი არ ახსოვს მსგავსი შემთხვევა, როცა უმაღლესი საბჭო ამტკიცებდა, მაშინ უზენაესი საბჭო იქნებოდა. ამტკიცებდა მთავრობის შემადგენლობაში ამ დროს მედია იქ არ იყო. ასევე უმაღლესი საბჭოს ქონა პრაქტიკა, როცა სხდომებს გადასცემდნენ ხოლმე პირდაპირ ეთერში, მაგრამ დღეს დაუშვეს გამონაკლისი და ეს ხდობა არც პირდაპირ ეთერში არ გადასცა თავად უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციამ. მთელი დღე მოკლედ დახურულ კარს იმართება საჯარო შეხვედრები, რადგან უნდა გქონდეს, რადგან საზოგადოებას აქვს სრული უფლება რომ გქონდეს ცნობა რა ხდება დახურულ კარს მიმართ მის მიერ დაქირავებული ჩინოვნიკები რაზე მსჯელობენ, რა გადაწყვეტილებებს იღებენ, თუმცა არათუ კარს აღებს ამ შემთხვევაში მთავრობა რომ გავიგოთ რაზე მსჯელობენ, თქვა რა ხედვები წარმოადგენენ, თქვა პოლიციელმა, აქამდე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა სულხან თამაზაშვილმა, რომელიც დღეიდან უკვე აჭარის მთავრობის ახალი მეთაურია. მეტიც ამ დახურული შეხვედრის შემდეგ, რომელიც ახლა ხანს დასრულდა სასტუმრო ჰილტონში, სულხან თამაზაშვილი რა თქმა უნდა ესწრებოდა ამ შეხვედრას. ჩვენ მას ვკითხეთ და უსვით შეკითხვა, რატომ არ პასუხობს ეს მედიის შეკითხვებს და დღეს ახლა მაინც ამ დახურული შეხვედრების შემდეგ მაინც უპასუხოს მან შეკითხვებს, თუმცა მან გვიპასუხა, რომ მოგვიანებით, მხოლოდ ეს ერთი სიტყვა, ამ ერთი სიტყვით შემოიფარგლა მხოლოდ მთავრობის ახალი თავმჯდომარე, არალეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარე, რადგანაც ის არალეგიტიმურმა ორგანომ აირჩია დღეს. შესაბამისად სულხან თამაზაშვილისგან ჩვენ ვერნერი პასუხი ვერ მივიღეთ, რაც შეეხება ირაკლი კობახიძეს, რომელიც არის ოცნების პრემიერ-მინისტრი, მასთან ჩვენ რამდენიმე შეკითხვა გვქონდა, მათ შორის ჩვენი შეკითხვა შეეხებოდა როგორ აიღებს ხელფას სულხან თამაზაშვილი, რომელიც დასანქცირებულია. სანქცირება კი გულისხმობს იმას, რომ ხელფას კანონიერი გზით ვერ უნდა იღებდეს, იგივე ვერც პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, რომელიც სანქციის ქვეშ არის, ასევე ახლა უკვე აჭარის მთავრობის მეთაური, ხოლო ხელზე თუ კონვერტით, ეგრეთ წოდებული ქეშით ხელფასის გაცემაც ასევე კანონის დარღვევა.
შესაბამისად ჩვენ გაგვიჩნდა შეკითხვა, როგორ მიიღებს ხელფასს საჭერის მთავრობის მეთაური, რომელიც დიდმა ბრიტანეთმა დაასანქცია მათ შორის მშვიდობიანი საპროტესტო აქციის მონაწილეების უფლებების, ასევე ჟურნალისტების უფლებების დარღვევის გამო. თუმცა მირაკლი კობახიძემ ჩვენ გითხრა, რომ ის ხელფასს იღებს და ძალიან კარგად აიღებს ხელფასს, ესეთი იყო მისი პასუხი და გითხრა, რომ თქვენი სანქციები არ მუშაობს, ესეთი იყო მირაკლი კობახიძის პასუხი. ჩვენ ასევე მას დავუსვით შეკითხვა, რატომ გახდა აუცილებელი, რატომ ჩათვალა საჭიროდ ოცნებამ, რომ ამ შემთხვევაში და ისტორიაში პირველად ბოლო უახლეს ისტორიაში ყოველ შემთხვევაში არ ყოფილა პოლიციელი, არ გამხდარა აჭარის მთავრობის მეთაური, რატომ ჩათვალა ეს საჭიროდ და რატომ დადგა მის აუცილებლობა ოცნებისთვის, რომ პოლიციელი დაენიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოზიციაზე. ირაკლი კობახიძემ, ანუ ოცნების პრემიერმა ჩვენ გვიპასუხა, რომ სულხან თამაძაშვილი იყო არა მხოლოდ პოლიციელი, არამედ ის იყო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ანუ მან ხაზი გაუსვა მის მენეჯერულ უნარებს, რომ ის იყო ხელმძღვანელი პირი პოლიციის სტრუქტურული ერთეულის და სწორედ ამიტომაც ამ თვისებების, როგორც მენეჯერის თვისებების გამო მოხდა მისი შერჩევა ამ პოზიციაზე. სხვა დამატებით მას ამ კუთხით არაფერი არ უთქვამს. ჟურნალისტებმა მას ასევე დაუსვა შეკითხვა თორნიკე რიჟვაძესთან დაკავშირებით, თუ რატომ დატოვა თანამდებობა თორნიკე რიჟვაძემ, თან ისე რომ მას არაფერი არ განუმარტავს, არ დაუკონკრეტებია. საჯაროდ ანგარიშვალდებულების პრინციპი შეიძლება ითქვას, რომ დაარღვია თორნიკე რიჟვაძემაც. თორნიკე რიჟვაძე ჩვენ დავინახეთ, რომ ესწრებოდა დღევანდელ შეხვედრას სასტუმრო ჰილტონში, თუმცა მანაც უკომენტაროდ დატოვა დღევანდელი შეხვედრა, ხოლო ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ თავად თორნიკე რიჟვაძემ უნდა ისაუბროს წასვლის მიზეზებთან დაკავშირებით, რომ ეს მისი პირადი გადაწყვეტილება იყო. ასევე მას დაუსვა შეკითხვა, სად დაინიშნება თორნიკე რიჟვაძე აჭარის მთავრობის უკვე ყოფილი თავმჯდომარე, თუმცა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ეს ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი და გაივლის კონსულტაციებს რიჟვაძესთან. ამ წუთებში გრძელდება ასევე მზიამაღლობელი საქმის განხილვა ჟურნალისტის და პირველი ქალი პოლიტიკური პატიმრის საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. არსებითი განხილვის ხდობა გაგრძელდა დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და სწორედ მზიამაღლობელის ტრანსპარანტებით მოვიდნენ დღეს აქ აქტივისტები ჰილტონთან, წარწერით თავისუფლება მზიას, თავისუფლება პოლიტიკურ პატიმრებს. მზიამაღლობელის საქმეზე დღესაც პროკურატურის მოწმეები იკითხებიან. წინა პროცესზე სამართალდამცველმა დაადასტურა, გამომძიებელმა დაადასტურა, რომ მზიამაღლობელს ედო ხელბორკილები მთელი 2 საათის განმავლობაში აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობაში, მაშინ როცა ამის აუცილებლობა არ იყო და გამომძიებელმა ვერ დაასაბუთა, ვერ თქვა სამართლებრივი დასაბუთება, რის გამო მიიღო მან ეს გადაწყვეტილება, რომ ხელბორკილები ზურგს უკან დაედო მზიამაღლობელისთვის, როცა მისივე თქვით ამ გამომძიებელისვე განმარტებით, მზიამაღლობელი პოლიციელებს არანაირ წინააღმდეგობას არ უწევდა, ხოლო ოთახი, სადაც მზიამაღლობელს ჩაუტარდა საგამოძიებო პროცედურები, ვიდრე მისი ბადრეგირება დაიწყებოდა, ანუ გამოკითხვა, ჩხრეკა და ასე შემდეგ. ამ დროს იქ რამდენიმე სამართალდამცველი იყო, ასევე ბადრეგის თანამშრომელი, შესაბამისად რატომ გახდა საჭირო ხელბორკილის დადება მზიამაღლობელისათვის, რომელიც წინააღმდეგობას არ უწევდა პოლიციელებს, ეს ვერ განმარტა გამომძიებელმა, რაც იურისტი სიგვე მაიამ წარიაშვილის შეფასებით, რომელიც იცავს მზიამაღლობელის ინტერესებს, არის არაადამიანური მოპყრობის გამოვლენის მაგალითი, რადგანაც ხელბორკილის გამოყენების თითოეულ შემთხვევას აქვს თავისი დასაბუთება და ამ გამომძიებელს არ აქვს იმის უფლება, რომ როცა მას მოუნდება, სადაც მოუნდება და როცა გაუხარდება, მაშინ დაადოს ხელბორკილი დაკავებულ პირს, როცა ის უკვე პოლიციის დეპარტამენტის შენობაში, მით უმეტეს მესამე სართულზე დაცულ შენობაში და მით უმეტეს პოლიციელების გარემოებაში. რატომაც არის მნიშვნელოვანი ეს საკითხი, არის ერთ-ერთი გარემოება ის, რომ მზიამაღლობელი როგორც თავის ადვოკატებს და ასევე სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან აცხადებს, ის გახდა არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი დაკავების შემდეგ. ჩვენ ვნახეთ ვიდეო კადრები და თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ეს ვიდეო მტკიცებულება ბათუმელების ვებგვერდებზე, როგორც YouTube არხზე, ასევე Facebook-ში, თუ როგორ ემუქრება და აგინებს ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე მზიამაღლობელს დაკავების დროს. მზიამაღლობელი ამბობს, რომ დაკავების შემდეგ მას ირაკლი დგებუაძემ სახეში შეაფურთხა და ეს ხდება პოლიციის დეპარტამენტის შენობაში, ასევე დაკავებულ მზიამაღლობელს არ მისცეს ტუალეტის სარგებლობის საშუალება, ასევე წყლის დალევის საშუალება. სწორედ ამგვარი არაადამიანური მოპყრობის შემთხვევებზე საუბრობს მზიამაღლობელი ჟურნალისტი, რომელიც პირველი ქალი პოლიტიკური პატიმარია და ეს არ არის ერთადერთი, ვინც ლაპარაკობს პოლიციელების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობაზე, მათ შორის მალხაზ ზირემაძე, რომელიც გახლავთ აქტივისტი და პროევროპული აქციის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე, ის ამბობს, რომ სწორედ 11 იანვრის აქციაზე, როცა დააკავეს მზიამაღლობელიც,
მასეც იძალა და ირაკლი გებუაძემ ბათუმის პოლიციის უფროსმა მას კედელზე თავი არტყმევინა ირაკლი გებუაძემ როგორც ამას თავად მალხაზ ირემაძე განმარტავს ასევე თემურ ქათამაძე რომელსაც ყველა ვიცნობთ როგორც ბათუმელ მედროშეს ის ამბობს რომ დაკავების შემდეგ ირაკლი გებუაძემ მას გაშლილი ხელი დაარტყა სახეში და 10 პოლიციელთან ერთად იძალა და ამ შემთხვევებში გამოძიება დაწყებულია თუმცა გამოძიება დაიწყო არა ადამიანური მოპყრობის მუხლით, არამედ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით, რაც ბევრად უფრო ნაკლები სიმძიმის სასჯელს ითვალისწინებს, ვიდრე არაადამიანური მოპყრობა. თუმცა არც ამ მუხლით დაწყებული გამოძიებას მოყოლია რამე შედეგი, ისე როგორც არაერთ შემთხვევას მანამდე, როცა ჩვენ ვნახეთ, მათ შორის პირდაპირ ეთერში არაერთი ვიდეო მტკიცებულება ჩანაწერები, უწყვეტი კადრები, როგორ ძალადობენ პოლიციელები მოქალაქეებზე, მათ შორის აქციული აქციის მონაწილეებზე, ქალებზე, ჟურნალისტებზე, ჩვენ ნახეთ გურამ როგავას ფაქტი, როგორ გადაურჩა ის ფაქტობრივად სიკვდილს, თუმცა არც ერთ შემთხვევაში არც ერთ პოლიციელს არ უღია პასუხი და არც ირაკლი გებუაძე არ არის ამ შემთხვევაში გამონაკლისი, არც ირაკლი გებუაძის პასუხისმგებლობა არ დამდგარა, ის ისევ ბათუმის პოლიციის უფროსია, მას არც კი შეუჩერეს სამსახურებრივი უფლებამოსილება. ეს არის აუცილებელი იმისთვის, რომ გამოძიება იყოს მიუკერძოებელი და ობიექტური, რაც არის კანონის მოთხოვნა და ბუნებრივია ირაკლი გებუაძე, რომელიც არის ბათუმის პოლიციის უფროსი, აქვს გავლენა გამოძიების პროცესზე, მაგრამ არც ირაკლი გებუაძემ არ შეიჩერა თავად უფლებამოსილება, რომ დაეცვა კანონი თუნდაც ამ შემთხვევაში და არც რომელიმე საგამოძიებო ორგანოს, ვისაც ქონია შესაბამისი კომპეტენცია, არ შეუჩერებია მისთვის თანამდებობრივი უფლებამოსილება. პოსტი დატოვა მხოლოდ თან ერთგვარ დღეს დატოვეს პოსტი ბათუმში, რამდენიმე დღის წინ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა გრიგოლ ბესელიამ, ასევე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ არც ერთ და არც მეორეს არაფერი არ უთქვამს, პოლიციის შემთხვევაში გასაგებია ეს შედარებით დახურული უწყება და თორნიკე რიჟვაძეს არაფერი არ უთქვამს თავისი წასვლის შესახებ. გრიგოლ ბესელიას თანამდებობა იმავე დღეს დაიკავა გიორგი ბუხრაშვილმა, რომელიც ნაციონალური მოძრაობის დროს იყო ბანო მერაბიშვილის პრესპიკერი. ამ დროისთვის შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ამბობს, სად გადაიყვანეს გრიგოლ ბესელია, დაინიშნა თუ არა ის სადმე რაიმე თანამდებობაზე. ჩვენ ახლა გადავალთ ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან, რათა მივადევნოთ თვალე მზიამაღლობელის პროცესს. იქ იკითხებიან ახლა გამომძიებლები, ჯერ კიდევ არ დასრულებულა პროკურატურის მოწმეების დაკითხვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში, როგორც ცნობილია, ჯერ იკითხებიან პროკურატურის მხარის მოწმეები, ხოლო შემდეგ იკითხებიან დაცვის მხარის მოწმეები. პროკურატურის ერთ-ერთი მოწმე ასევე არის ირაკლი გებუაძე, ბათუმის პოლიციის უფროსი, რომელიც სილის გაწვნის გამო პროკურატურამ დაზარალებულად მიიჩნია, თორე დესტატუსი მიანიჭეს ირაკლი გებუაძეს ბათუმის პოლიციის უფროსს. ჯერჯერობით უცნობია თუ რომელ წხდომაზე დაიკითხება ირაკლი გებუაძე. ამ საქმეს განიხილავს ნინო სახელაშვილი ბათუმის საქალაქო სასამართლოში, საერთოდ ის მიიღებს საბოლოო განაჩენს მზიამაღლობელის საქმეზე. მან ყველაზე მკაცრი აკვეთიღონისძიება პატიმრობა შეუფარდა მზიამაღლობელს, გაყალბებული ოქმით სხვათა შორის და ეს ყურადღების მიღება არ დარჩენია ჩვენ დასავლეთ ეს ყურადღების მიღება არ დარჩენია ჩვენს პარტნიორებს, იგივე ესტონეთმა დაასანქცია ნინო სახელაშვილი, ამას დაუწესა სავიზო შეზღუდვა. ეს არის მზიამაღლობელის საქმის გამო, მზიამაღლობელის საქმეზე ჟურნალისტის უფლებების დარღვევის გამო. მზიამაღლობელის საქმე ძალიან სასახაა სიყალბე, რადგანაც ვიდეო კადრები, რომელიც გადაღებულია აქციის დღეს 11 იანვარს ჩანს, რომ მზიამაღლობელი დააკავა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, უკვე ყოფილმა უფროსმა გრიგოლ ბესელიამ. თუმცა თუ ნახავთ გაყალბებულ ოქს და თუ ჩაიხედავთ ოფიციალურ დოკუმენტებში ჩანს, რომ მზიამაღლობელი დააკავა არა გრიგოლ ბესელიამ, არამედ გოჩავარიძემ, ბათუმის პოლიციის უფროსის მოადგილემ. ასევე კადრებში ჩანს, რომ მზიამაღლობელი დააკავეს სტიკერის გაკვრის გამო, მან 11 იანვრის საპროტესტო აქციაზე მას შემდეგ რაც გაიგო, რომ მოქალაქე ციალა ქათამიძე დააკავეს იმის გამო, რომ მან სტიკერი წარწერით იფიცება საქართველოს გააკრა შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის შესასვლელთან. ამის შემდეგ მიდის ამ საპროტესტო აქციაზე მზიამაღლობელის, ამ აქციის მონაწილე არც ყოფილა და პროტესტს ნიშნად იმის გამო, რომ ადამიანებს უზღუდავენ გამოხატვის თავისუფლებას, ამ სტიკერი იფიცება საქართველოს გააკრა
შედან გასაკვირდა სამინისტრო საჯარის პოლიციის დეპარტამენტის შენობის ღობეზე. სწორედ ღობეზე სტიკერის გააკვრის გამო დააკავეს მზიამაღლებელი. ეს ჩანს ვიდეო კადრებში, ამის კადრები არსებობს, თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ეს ბათუმელების როგორც YouTube, ასევე Facebook გვერდებზე. თუმცა ამ კადრების და ამ მტკიცებულების მიუხედავად პოლიციელებმა ჩაწერეს ოკში, რომ ის დააკავეს არა სტიკერის გაკვრის გამო, არამედ დააკავეს იმის გამო, რომ თითქოს ის აყენებდა პოლიციელებს სიტყვიერ შეურაცხყოფას. აქ მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმაც, რომ სტიკერის გაკვრის გამო პოლიციელებს არ აქვთ ვინმეს დაკავების უფლება, ხოლო ვიდეო კადრებში, რომელიც ბათუმელებმა გადაიღეს 11 იანვრის საპროტესტო აქციაზე, ასევე ისმის ძალიან მკაფიოდ ირაკლი გებუაძის ბათუმის პოლიციის უფროსის ხმა და ეს ფაქტი სადავოდ არც გაუხდია იგივე მოსამართლე სალექ შაინიძეს, რომელმაც ადმინისტრაციული საქმე განიხილა მზიამაღლებელის ადმინისტრაციული საქმე. ირაკლი გებუაძე ამბობს, რომ მზიამაღლებელი დააკავეს სტიკერის გაკვრის გამო 151 მუხლით. თუმცა 151 მუხლი, ანუ ის მუხლი, რომელიც ასახელებს პოლიციის ხელმძღვანელი პირი, ბათუმის პოლიციის უფროსი, საერთოდ არ თვალისწინებს ვინმეს დაკავების უფლება. ანუ არც ერთ პოლიციელს, არც ერთი მოქალაქის დაკავების უფლება 151 მუხლის დარღვევის გამო, როცა ვინმე სტიკერს აკრავს რომელიმე შენობაზე, ამის გამო დაკავების უფლება პოლიციელს არ აქვს. ამის შემდეგ პოლიციელებმა ოქმი გააყალბეს და ჩაწერეს, რომ თითქოს მზიამაღლებელი არა სტიკერის გაკვრის გამო, არამედ პოლიციელების სიტყვიერი შეურაცხყოფის და წინააღმდეგობის გაწევის გამო დააკავეს. სწორედ გაყალბებული ოქმის საფუძველზე შეუფარდა მოსამართლე ნინო სახელაშვილმა პატიმრობა მზიამაღლებელს. რადგანაც პროკურორმა ვლადიმერ თურმანიძემ სწორედ ეს ოქმი წარმოადგინა სასამართლოში და თქვა, რომ არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, ასევე მიმალვის საფრთხე და ამიტომაც მან ამის საფუძვლად გამოიყენა ადმინისტრაციული დაკავება მზიამაღლებლის. და სწორედ გაყალბებული ოქმი მოიტანა პროკურორმა ვლადიმერ თურმანიძემ, რაც სანგარიში გაუწია შეიძლება ითქვას მოსამართლე ნინო სახელაშვილმა, მანხებელობაში მიიღო პროკურორის ეს არგუმენტი და მზიამაღლებელს აქვე ღონისძიების ყველაზე მკაცრი ფორმა პატიმრობა შეუფარდა. მზიამაღლებელი რჩება უკანონო პატიმრობაში. ის პროტესტის ნიშნად 38 დღე შიმშილობდა. რაც შეეხება არაადმინისტრული მოპყრობის შემთხვევას მზიამაღლებელის მიმართ, ამ დრომდე პასუხი არავის არ უგია არც ერთ პოლიციელს, მათ შორის ირაკლი გებუაძეს, რომელიც ისევ ბათუმის პოლიციის ხელმძღვანელი პირია და ის რჩება ამ პოზიციაზე. ძალიან საინტერესოა ის, რომ ჩვენ ვიცით როგორია პრაქტიკა უზენაეს სასამართლოს პრაქტიკა, იგივე პოლიციასა და თავდასხმის საქმეებზე, თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ეს საქმეები დეტალურად, ან შეგიძლიათ ამ საქმეების შესახებ მიიღოთ დეტალური ინფორმაცია, ასევე ბათუმელების ვებგვერდებზე. უზენაეს სასამართლოს პრაქტიკა ნათლად აჩვენებს იმას, რომ სილის გაწვნა არ შეიძლება შეფასდეს როგორც პოლიციაზე თავდასხმად. მეტიც ერთ-ერთ საქმეში უზენაეს სასამართლო განმარტავს, რომ ხელის ერთი გარტყმა, თუნდაც ის იწვევდეს ტკივილს, არ შეიძლება შეფასდეს ცემად, ხოლო ის თუკის ხელის გარტყმა არ შეიძლება შეფასდეს ცემად და ეს არ არის ცემა ვიცით, რომ ნაკლებად მსუბუქი კატეგორიის დანაშაულია, მაშინ ის ვერ იქნება ისეთი მძიმე კატეგორიის დანაშაული, როგორც არის პოლიციაზე თავდასხმა. გარდა ამისა, ჩვენ მოვიძიეთ კონკრეტული გადაწყვეტილებები, სადაც ასახულია შემთხვევები, როცა პროკურატურა მიიჩნევდა, რომ პოლიციაზე თავდასხმასთან მქონდა საქმე, მაგალითად, როცა პოლიციელს დაატყეს სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების დროს, ასევე როცა პოლიციას საზარდულის არეში ამოარტყეს ფეხი, ან პოლიციას მინის ბოთლი ჩაარტყეს თავში და პოლიციელს ჰქონდა სილს ჩაქცევების სახეზე, მაგრამ ყველა ამ შემთხვევებში, რომელიც მე ახლა ჩამოთვალე, სასამართლომ თქვა, რომ ეს არ იყო პოლიციელზე თავდასხმა. მართალია, ბრალდებულები თითოეულ ამ საქმეზე დაისაჯნენ, მათ ზოგიერთ შემთხვევაში შეეფარათ ჯარიმა, ან გასამართლენ მსუბუქ კატეგორიის დანაშაული, როგორც არის ძალადობა, მაგრამ თითოეულ ამ შემთხვევაზე და ასეთი არაერთი შემთხვევაა, თქვენ შეგიძლიათ ეს საქმეები დეტალურად ნახოთ ბათუმელების ვებგვერდებზე, სასამართლოს არ უთქვამს, რომ ეს იყო პოლიციაზე თავდასხმა. ისინი გამართლდნენ პოლიციელზე თავდასხმის მუხლით, ანუ იმ მუხლით, რომელიც ახლა წაყენებული აქვს მზიამაღლებელს და დამეთანხმებით ალბათ, რომ ბევრად უფრო ძიმია ეს შემთხვევები, რაც ახლა ვახსენე, ვიდრე სილის გაწნა, როცა საუბარია პოლიციელისთვის ხელზე დანის დარტყმა, ან საზარდულში ფეხის ამორტყმა, ან მინის ბოთლის თავში ჩარტყმა, ან ხელკეტებით ცემა და ასე შემდეგ. თუმცა ყველა ამ შემთხვევაში სასამართლო ამბობს, რომ მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხი, მიადგა თუ არა ჯანმრთელობის დაზიანება ამ დროს პოლიციელს, ამ დაზიანების ხარისხი როგორია და განზრახვა, ქონდა თუ არა განზრახვა, რა განზრახვა ამოძრავებდა ამ დროს ბრალდებულს და ამ შემთხვევებში სასამართლო თქვა, რომ ეს ადამიანები შეიძლება არ არიან მართლები, მაგრამ გაასამართლეს სხვა მუხლით, ბევრად უფრო ნაკლებად მძიმე
კატეგორიის მუხლებით და არა პოლიციაზე თავდასხმის მუხლებით, რომელიც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სიამოვნებელია სწორედ ეს სასჯელი ელოდება მას ბრალის დადასტურების შემთხვევაში და დღეს სწორედ არსებითი განხილვის ერთ-ერთი სხდომა ახლა ბათუმის საქალაქო სასამართლოში გრძელდება საქმის განხილვა. ამ დროისთვის უკვე მოწმე პოლიციელები იკითხებიან, გამოძიებლები იკითხებიან სასამართლო სხდომაზე. დღეს ამ პროცესზე ამ ჰილტონში გამართულ შეხვედრაზე მოვიდნენ მოქალაქეები სწორედ მზია მაღლობელის ბანერებით და წარწერებით გზავნილი თავისუფლება მზიას თავისუფლება პოლიტიკურ პატიმრებს ასეთი იყო მათი გზავნილები თუმცა თუმცა აქტივისტებისთვის არ გაუწიათ პასუხი ოცნების ლიდერებს. მეტიც დღეს აჭარის მთავრობას ახალი მეთაური ყავს, ეს არის არალეგიტიმური ხელმძღვანელი, ანტიკონსტიტუციური ორგანოს მიერ დანიშნული, რადგანაც უმაღლესმა საბჭომ დაარღვია კონსტიტუცია, ქვეყნის მთავარი კანონი, როგორც საქართველოს პარლამენტმა ბოლო არჩევნების შემდეგ და ისე შეიკრიბა. სწორედ ამის გამო ანტიკონსტიტუციური ორგანოს მიერ არჩეული აჭარის მთავრობის ახალი თავმჯდომარეც გახავდა ანტიკონსტიტუციური, მას ვერ ექნება ლეგიტიმაცია. დღეს პირველად გახდა პოლიციის ხელმძღვანელი პირი გახდა აჭარის მთავრობის მეთაური, რაც აქამდე არ გქონია ეს შემთხვევა და გვაქვს პირველი შემთხვევა ასევე როცა მისი არჩევის მთლიანი პროცედურა იყო დახურული კარს მიმართ წარიმართა ეს პროცედურა ბუნებრივია ამ დროს კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს თავისი ხედვები რაც აპირებს ის მინისტრებთან ერთად როგორ აპირებს რა სტრატეგიით მოდის რის განვითარებას აპირებს რატომ უნდა აირჩიოს ეს მთავრობის ხელმძღვანელი პირად თუმცა ჩვენთვის უცნობია დაუსვეს თუ არა მას რაიმე შეკითხვა დეპუტატებმა არალეგიტიმური ორგანოს დეპუტატებმა რადგანაც აი შეხვედრა იყო დახურული და ჟურნალისტები არც კი დაუშვეს ამ შეხვედრაზე და უმაღლეს საბჭოს ადმინისტრაციასაც წინა სხვა შემთხვევებისგან გამოკლებით იმიტომ რომ წინა პონაროს თემებზე ყოველთვის უმაღლესი საბჭო თავადაც იღებდა ვიდეოს სხდომის მიმდინარეობის შესახებ და ამას თავდა პირდაპირ ეთერში თუმცა დღევანდელი დღე იყო გამონაკლისი საზოგადოების მაღალი ინტერესის მიუხედავად დღეს არც პირდაპირ ჩართვა ქონია უმაღლეს საბჭოს და არც ჟურნალისტების შეგვიშვეს უმაღლეს საბჭოს შენობაში უფრო მეტიც დღეს არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია აჭარის მთავრობის ანტიკონსტიტუციური მთავრობის თავმჯდომარეს ახალ თავმჯდომარეს პოლიციელ სულხან თამაზაშვილს რომელიც ასანქცირებულია დიდი ბრიტანეთის მიერ მან ასევე უკომენტაროდ დატოვა დღეს სასტუმრო ჰილტონი, სადაც ოცნების ლიდერები შეხვდნენ საჯარო მოხელეებს. ჩვენ მას დაუსვით შეკითხვა სულხან თამაზაშვილს, თუ რატომ არ პასუხობს შეკითხვებს. ის მხოლოდ ერთი სიტყვით შემოიფარგლა, მოგვიანებით, ანუ მოგვიანებით შეიძლება ასე ითარგმნოს მისი ნათქვამი, მოგვიანებით ის უპასუხებს ჟურნალისტების და შესაბამისად საზოგადოების შეკითხვებს. სხვა მეტი სიტყვა პრაქტიკულად ჩვენ არ მოგვისმენია სულხან თამაზაშვილისგან, რომელიც უკვე აჭარის მთავრობის ახალი ხელმძღვანელია. ეს პროექტი შეგვიძლია ბათუმელები ჯიდან გაზეთი ჯირო მიიღოთ განახლებული და სანდო ინფორმაცია. ჩვენ დაუბრუნდებით ამ შემთხვევაში სასამართლოს და მოგიყვებით იქ მიმდინარე პროცესების შესახებ. მადლობა ყურადღებისთვის, დროებით.